გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, კარგი განწყობა და ყველაფერი კარგი. ჩვენ კიდევ დაწყებას არ ვაპირებდი, მაგრამ მართალე ვიქნები რომ გადაღებას არ ვაპირებდი, მაგრამ აი მოვხდით. შუა ახლა ნეშვის უახლოვდები ტენესის სტატია და აი ესეთ საცობში მოვხდი. ალბათ სავარაუდოდ რაღაცა მოხდა. აგერ მარცხნაც კი მოდია, მაგრამ პერიოდულად მოდია, მანქანები ეთყობა არ უშვებენ რა, ეხლა ეს ყოველმხრივია, ჩვენ სადაც მივდივართ აქეთ და იქიდანაც არ მოდის მანქანები, ეხლა ერთი ტრაილერი გამოუშვეს და ესე დაკეტილია გზა. სავარაუდოდ ავარია ან ექსიდენტი, იმის რა თქვათ, ეგ იქნება. ჩემთვის ძალიან ცუდი სიტუაცია, იმიტომ რომ მეჩქარება უნდა მივიდე, თან აპოინტმენტი მაქვს. რაღაც 100 მაილი მაქვს დარჩენილი. უკვე საათ ნახევარი აი ესეთ იმაში მოვდივარ. ჩვეულებრივი მძღოლური, ერთ-ერთი მძღოლური ტრაილერი წყოლის ყოფითი სიტუაციაა და უბრალოდ მომივიდა თავში აზრად, მოდით კი ვიდეო გადავიღო. ისე ცოტა ისეთი საინტერესო რა, უბრალოდ იმას ვიტყვი, რაც რეალობაა რა. ჩვენი ეხლა მე რასაც ვიტყვი, ალბათ ახალი არ არის, ალბათ თქვენს რაღაც დასვას გამოვიდა და აი ზოგჯერ გადავიღებ რაღაცა ჩემი აზრით მგონია რომ საინტერესო, შემეცნებითი ვიდეოა. ნახვები ცოტაა. გადავიღებ რაღაცა ისეთი ვფიქრობ, ალბათ მოსაწყენე, ну ძირითადად აი რო ვლაპარაკობ და აზრებს აი განსაკუთრებით ლიტერატურაზე რო ვლაპარაკობ, არ აინტერესებთ. ну იმდენი ნახვები არ არის. რელიგიაზე რო დავიწყებ ლაპარაკს, ნახვები არ არის. იმიტომ კი ვლაპარაკობ ამაზე, მე ნახვებზე მაქვს აქცენტი გადატანებული, просто აი რა აინტერესებს ადამიანებს, აი მაგ კუთხიდან შევხედოთ რა. აი ახლა რა უნდა იყოს ახლა საინტერესო, ხო? აი ესე ვდგავა და მივდივარ და უყურებ ამ იმას, რა ქვია, საცობებს და ერთ-ორჯერ რამდენჯერმე გადაღებული მაქვს ეს საცობის მომენტები და იმდენი ნახვები იყო, იმდენი იმას გადაუჯოქრა დანარჩენ სხვას. სავარაუდოდ ამ ვიდეოზეც ასე იქნება რა. იცი რა, ინტერესები, აი როგორ ვფიქრობ, იცი რა, ეხლა რო დავაანალიზოთ, აი რატოა ასე, ხო, სიტყვაზე შეიძლება მე სხვა ლიტერატურაზე და ფილოსოფიაზე რო საუბრობ, ჩემი ხარისხი და ისეთი ხარისხიანი არ არის, ამიტომ ინტერესს არ იწვევს. პროფესიონალური არ არის, მაგრამ აი ესეთი მარტივი, უბრალო ამბები, ან რასაც ძლევს ახლა ესეთი, შეიძლება ადამიანი იმ ჩემ რაღაც იმეებზე არ მოусმინოს, მაგრამ აი ეს ხო, ну თქვათ მოსაწყენია, მაგრამ აი ახლა ამის ყურებაზე იქნება ძალიან ბევრი ნახვები. საინტერესოა რა. არჩევებად. ну რაც არის ახლა მე ვერაფერს ვერ შევცვლი, უბრალოდ ჩემი აზრით თქვი, როგორც ყოველთვის გიზიარებთ ჩემს და დავაკვირდეთ ამას ყველაფერს. road work, ესე იგი ეს არ არის, რა ქვია, ავარია არ არის, გზას აკეთებენ. ეხლა იმის იქ გამხელა მანძილი და ეს გაჩერდა ეს ჯიპი და არ მიდის. რა უნდა საკეთებს ან ტელეფონზე ლაპარაკობს ან რაღაცა და დადი რა ცოტა წილი რა.
მოდი ვისარგებლოთ ამ მომენტით, სანამ გაიხსნება და სანამ მივალ იქა და რომ მივართ ალბათ გადავიღებთ. ერთი რამდენიმე კითხვა მომივიდა და ამ კითხვაზე პასუხს გავცემ და სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ასე ნენელა ჩანჩალეთ. პირველი კითხვა. აკაკი რა ხდება გზებზე? ისევ სიმკაცრეა და ემიგრანტები, მექსიკიდან გადმოსულ ადამიანებს თუ იჭერენ თუ არ იჭერენ. ეხლა გულახდილად გითხრათ, არ ვიცი, მექსიკიდან გადმოსული რამდენად ეხლა მანქანებზე ზიან. ზოგადად, ვინც მექსიკიდან გადმოვიდა და ეს საბუთები აქვს, ეს 2-3 თვის წინ იყო ვესტეიშენზე რომ გაჩერდებოდნენ, ამოწმებდნენ რაღაცა, მერე პრობლემებს უფრინდნენ, მაგრამ ეხლა ასე მასიურად ეხლა არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, ვინც მექსიკიდან არის გადმოსული, თავისთავად უკვეერიდება ტრაილერზე დაჯდომას და ტრაილერზე მუშაობას. ისიც ვიცი, რომ ბევრნი არიან, რომლებსაც იმედი არ აქვს და ისე მუშაობენ, რომ სანამ დამიჭერენ, მაგამდე ვიმუშაო და 1-2 კაპიკი გავაკეთო. მაგრამ ზოგადად მაინც ისეთი როგორც რო იყო 2 და 3 თვის წინ აჟიოტაჟი და გაჭერები და ის არ არის და ადრე როგორ იყო ეს ის ადრე რა 2-3 თვის წინ ეხლა მე ფაქტობრივად 1 თვეა ჩამოსული ვარ და რაც ბიჭებისგან გამიგია მეც ეხლა 1 თვეა რაც მუშაობ თვე და 10 თვეა და თავიდან რაღაც იდგნენ აჩერებდნენ ხოლმე მანქანებზე ეხლა უკვე რაღაც ისეთი ინტენსივობით არ არის თუმცა მაინც ასრულებელია რომ თუ ადამიანი მექსიკიდან არის გადმოსული მაინც მოერიდოს და თუ უნდა თქვა ამერიკაში ცხოვრება და რაღაც 1-2 კაპიტი გაკეთება ალბათ ჯობია ადგილზე და ისეთი სამსახური იპოვოს რომ პოლიციელებთან და ესეთი ზემზე სიარული არ მოუწიოს. ბატონო აკაკი რა ხდება თქვენი საბურავების შესახებ? ვინ გადაიხადა ხო ამაზე არ მიპასუხია ხო რა ესე იგი ძალიან პარადოქსულია ხო ეს გახსოვთ ხო საბურავებით რომ მიდიოდი და გამისკდა ეს 2 და მე მაშინ კითხვა დავშვი ვინ გადაიხდი და მე თუ კომპანია და მე ვაწარმოე ასე ვთქვათ მოლაპარაკებები მოთხარ თქვენ უსამართლოდ იქცევით არ შეიძლება ესე იგი უნდათ რომ მე გადამეხადა რა მაგრამ მე ვთქვარ მე რა შუაში ვარ მივიდივარ ის და მაგრამ მაგათ ვარ როგორ თქვი ჩემი კომპანიაც საშუალო კომპანიაა რა ეხლა ეს მანქანა არის რაიდერის და კომპანია წამოვიდა შეღავაძე ჩემთან და ასე თქვა რომ ნახევარი შენ გადაეხადე ნახევარი ჩვენ გადავიხდით და ამაზე დავთანხმდი გადავიხადე $1200 იყო საერთო ჯამში მანქანის გამოძახება ისა და $600 გადახდა მომიწია მე. ხო, ესეთი კითხვა მგონი ამ კითხვაზე მე ადრე მაგ პასუხი გაცემული. ბატონო აკაკი ყველაზე მეტად რა არის უარყოფით, ყველაზე ცუდი რა არის ტრაილერზე მძღოლობის მუშაობა, მუშაობის პერიოდში ასეთი კითხვა. ამ კითხვაზე ასე ვთქვათ იმას ვიტყვი რომ ცოტა ხუმრობით ვიტყვი ბაიყუშობა ესე იგი იზოლირებული ხარ ოჯახთან დაშორება ბავშვებთან ეხლა შენ თუ ოჯახის წევრები საქართველოში ყავს და აქეთ ახლა კიდევ ხო გასაგებია ეს პრობლემა ემიგრაციიდან გამომდინარე მაინც ადამიანი არ უნდა შორდებოდეს ოჯახს რა მაგრამ ვინც აქ ამერიკაში ცხოვრობს და ოჯახი ყავთ ბავშვებთან არა გაქვს ურთიერთობა რა ფაქტურად ტრაილერი ძღოლის ოჯახის წევრები ანუ ბავშვები მოკლებულები არიან მამის დედის ეხა დედასაც ახლა დედა არ ვიცი ეხლა მამის რომელიც ძირითადად ძღოლები მაინც კაცები არიან მამასთან ურთიერთობას გასაგები ეხა მამა მუშაობს და და გამოიმუშაოს რაღაცა ფული მომავლისთვის, სწავლისთვის, იმისთვის, მაგრამ გადის წლები და ნებისმიერი ახლა ასაკონე ტრაილერი ძღოლეთთან რომ დალაპარაკები
ყველას არის ნათქვამი რომ არ არის სწორი. თუმცა ახლა ამერიკაში და კაპიტალისტურ ქვეყნებში ეს სიმარტოვე არ არის პრობლემა. ისედაც იზოლირებულები არიან, ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ეს სამსახური ეხლა ზოგადად შეიძლება შე რატო ხარ? ნუ რაღაცა მიზანი მაქვს და ის, მაგრამ მეც რაღაცის ხარჯზე კარგავ რა, ბევრ რაღაცას კარგავ. თუმცა რამდენი ხანი გაგზედება ჩემი ურთიერთობა, მე ხა უკვე სავარაუდოდ ფიქრობ, რომ აი წელიწად ნახევარი და всё, მეც უკვე არ შეიძლება ამდენი რაღაცები დავთმე, ურთიერთობები, კავშირები. მეც ბევრი დათმობილი მაქვს, არ ვიცი ეს საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება იქნება, ეს ჩემი ასეთი ცხოვრების წესის სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვძნობ, რომ მაინც არ არის სწორი რა, ოჯახი რო არის, შეიძლება ადამიანი მიდის სამსახურში, მაგრამ საღამოს მაინც უნდა იყოს თავის მეუღლესთან, ბავშვებთან და ეს ყოველდღიური ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან უნდა გქონდეს და ტრაილერის მძღოლობა ამის საშუალებას არ გაძლევს. ამ უარყოფითი საწინააღმდეგოდ მე 1+ ვიტყვი. შეიძლება ახლა ახალგაზრდა რო ხარ თქვა 30-35 წლის, აი 40 წლამდე რა, თქვა გაიჭირო სიტყვაზე წელი 6 წელი იმუშაო რაღაცა თანხა მოაგრო და всё თუ ჩაგითრია და მთელი ცხოვრება მე მიმაჩნია არ მძიმე შეცდომა. თუმცა აი 5 და 6 წელიწადში რაც არის პლუსი ის რომ ამდენჯერმე კვირაში მე 3-4 იმას აუდიო ციკლს ვუსმე, აი განვითარებისთვის და იმითი აი ძალიან მაგარია. მე პირადად ეხლა ინტერნეტი და ეს წიგნები ამის საშუალება რო არ იყოს, მე მაგათაც ვერ გავცდილებ და ყოველ შემთხვევაში ჩემი იზოლირება და ეს იზოლირება და მოშორებას სარგებლობთ იმით, რომ ძალიან ბევრ წიგნებს ვკითხულობ, ანალიზს ვაკეთებ და სარგებლობ ამით. ამდენი ინფორმაცია და ამდენ ლიტერატურულ წიგნებს სხვაგან ალბათ ვერ წაიკითხავს ადამიანი. მაშინ ან ფილოლოგი უნდა იყო, ან სპეციალისტი უნდა იყო, ან ნაცნობი მატერიალებია. აი ეს რაღაცა. ეს არის ასე თქვათ ის პლუსი, რასაც აძლევს ეს ტრაილერის მძღოლობა. თუმცა მაინც იცით, ხო, ნუ არ ვიცი, იმდენად ინდივიდუალური და იმდენად პირადულია. ყოველ შემთხვევაში ახლა მე რასაც ვამბობ, ეს არის ჩემი პირადი და ჩემი სუბიექტური აზრი. ვა, გაიგეს ნახა. აი, რასაკეთებ თქოს. ყოველ შემთხვევაში იქნები სინა წავიდე და მე ვიტყვიან დავგაზოთ. გიპასუხებთ და მე დავამთავროთ ჩვენი ზრდო წავა და ბატონო აკაკი პოლიტიკაში ხო არ აპირებთ მოსვლას. როგორ ფიქრობ მეგობრებო, ჩემნაირი ადამიანი შეძლებს პოლიტიკაში ყოფნას? მე გეთანხმებით რომ ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში ვერ გახაჩავს, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ მაშინ რომ ვილაპარაკეთ იმდენი ბალამუტობა და იმდენი გაურკვეველი და იმდენი არეული სიტუაცია. ბალამუტობა ხო გახსოვთ აი მასტური ბალამუტი უნდა იყო, ბალამუტი. არ ვიცი, ესეც ჩემი პირადი აზრია, რომ პოლიტიკაში რაღაცნაირად აი ვიტყვათ ღირსეული და ისეთი პოზიცია დაიკავო რა. თუმცა შეიძლება არა ვარ მართალი, ხა იმის თქვა რომ პოლიტიკაში წესიერი ხალხი არ არის და ეს არ არის და ეს არ არის, ამის თქვა არ იქნება სწორი და მართებული, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პროფესიონალი უნდა იყო, მე ეს გამოთვლები, ეხლა პოლიტიკა ჩვენთან რატომღაც სამწუხაროდ გონიათ, რომ პოლიტიკოსები
მარტო ფულზე ფიქრობენ, მაგრამ კლასიკურად ხო, რეალურად მასეც არის, იმიტომ რომ პოლიტიკაში იმიტომ მიდის ხალხი, რასაც ხედავ, რომ ფული გააკეთვა და ამ დროს პოლიტიკაში იმიტომ უნდა წახვიდე, რომ შენ ხალხის წარმომადგენელი, ხალხის ინტერესების მატარებელი და გადაყოლილი უნდა იყო ამ ხალხის ინტერესებზე, ხო? მუნიციპალ ხარ, გამგებელი ხარ, რაიონის დეპუტატი ხარ, თუ ვიღაცა, მაგრამ ეხლა რეალურად რასაც უყურებ, ვუხარო ჩვენთან ასეთი რაღაცა არ ხდება და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, გამოსწორდება, არ გამოსწორდება ეს მერტმაიც ის, მაგრამ მე პირადად ასე მგონია, რომ ჩემნაირი ადამიანი აქ სფეროში არა. ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ხედვა მაქვს და ეხლა ზოგი მეტყვი აი რომ გამოსწორდება და მერე წახვა, ნუ არა მე რატო, მაგრამ მე შეიძლება სხვანაირი ფორმი წამოვიდე, თქვა საზოგადოებრივი აზრის გავცელებაში ან განვითარებაში, ან წერით, ან თუნდაც აი ახლა YouTube-ით, ან რაღაცი პოზიციით შეიძლება რაღაცა მიმოქმედე საზოგადოებაზე და ეს სასარგებლო და კარგი იქნება, მე გამიხარდება, მაგრამ უშუალოდ ახლა პოლიტიკაში წავიდე და პარტიაში შევიდე, რომ რაღაცა თანამდებობა დავიკავო და იქიდან რაღაცები გავაკეთო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავხარჯო. ყოველ შემთხვევაში ამჟამად ასე ვფიქრობ. პოლიტიკაში ჩემნაირი ადამიანი, მე ხო ყველამ ხონდა იცოდეს თავის შესაძლებლობები და თავისი უნარი, ხო, ჩვენ თავში ჩები და ჩვენ ფიქრებში ვართ და ამორიცხო. თუმცა ხო იცი, ნურას დროს ნუიტყვი ნურას დროს. ცნობილი ტერმინია აბსოლუტურად სოფლიოში და საზოგადოებაში. თუმცა ვიძახი რომ ამბიცია მაქვს და კარგი ამბიცია მაქვს, თუ ჩემი გამონათქვამი და ჩემი მოქმედება და ჩემი რაღაცა გამოქმედარი ადამიანებზე დადებითად იმოქმედებს და ადამიანების სარგებლობას მიიღებენ, უარზე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ეს ამბიცია არა, უსასყიდლოდ სიყვარულით გაგებით მაგისთვის მე ყოველთვის სათავად. და მაგ ამის ამბიცია, რომ ჩემი მოქმედებები და ჩემი ნალაპარაკები სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის. საინტერესო კითხვაა, ბატონო აკაკი, რამე წიგს ხო არ წერდა მომავლითის ამის ხო არ აპირებთ? ეს ცოტა კი, რა თქმა უნდა, თავში მიტრიალებ და მოდი მე ამაზე არ ვიტყვი. ეხლა იცით როგორი მომენტია, აი წერ და იმას ვაკეთებ და ამას არ ვიტყვი, იმიტომ შეიძლება არ გამოვიდეს. აი თუ გამოვიდა ბოლოს უკვე მაგას უკვე გამოვამშხამლებ. თორე რაჯობია კაი წიგს და კაი წიგნი რო დაწერო, ისეთი წიგნი რო აღმაკა დაგესა დაგმუხტავს და მარტო შენ ამეთ საზოგადოებას თუ დამუხტავს და ისე და ისე მეურდები, სარგებელი იქნება, სარგებლობა იქნება და ადამიანები ისარგებლებენ ამ წიგნით და პოზიტიურ ემოციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამიხარდება და თუ მოხდა ესა, კარგი იქნება. აი ესეთი პროვოკაციული კითხვა და ჩვენ ვპასუხებთ ამ კითხვას, ეხლა თავისუფალ პროვოკაციულს ვამბობ, იმიტომ რომ არასწორად არის კითხვა დასმული ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ. და კითხვა ასეთი, ბატონო აკაკი, კიდე ვძვით ეკლესიას და საპატრიარქოს? არავითარ შემთხვევაში სწორი არ არის, მე ეკლესიური ვარ, ეკლესიას მე არ ვებძვი, ეხლა ღიას ვამბობ, ძალიან, ნუ ყოველ შემთხვევაში აქტიურ რეულად მიმაჩნია ჩემი თავი და ვაღიარებ ყველა იმ ლოცვებს და პროცესებს, რაც ხდება ეკლესია. ეკლესია არის გაერთიანება და ქრისტესთან ახლოს ყოფნა, ნუ მარტო და მრევლთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად და გააზრებული გვაქვს რა არის უფალი, რა არის ღმერთი, ღმერთს რა უნდა და როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს არის ეკლესია. და რაც შეეხება ხო, რომელს მე არ ვიცი პირიქით, რაც უფრო ხშირად ვიქნები და უფრო მივიღებ მონაწილეობას, უფრო ძლიერი და ბედნიერი ვიქნები და ყოველ შემთხვევაში მე მაგის ამბიცია, რომ მე ვარ ეკლესიური. აქედან გამომდინარე, ვებძვი ეკლესიას
არასწორი კითხვაა ჩემს მიმართ. რა შეეხება საპატრიარქოს, საპატრიარქო ჩემთვის მეგობრებო, აი მე მიმაჩნია ასე რომ საპატრიარქო ყველა მრევლს და ყველა საზოგადოებას, ანუ ფარას ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, სჭირდება მწყემსი. ეკლესიური მრევლია, საზოგადოება თუ რაღაცა ადამიანთა ჯგუფია, ყოველთვის სჭირდება მწყემსი. მწყემსი კი შეიძლება ხელმძღვანელი და ამ ხრივ აერთიანე და მწყემსი უნდა მართავდეს სწორად. და მე საპატრიარქო მიმაჩნია რაღაც ორგანიზაციულ ერთეულად, მაგრამ ზოგადად არის მწყემსი და ბევრი რაღაცები მე არ მომწონს, არც ვალავ, მაგრამ არ მომწონს და ვებწვი და ეს არ არის სწორი. ჩემ ას ვამბობ, თორე რა თქმა უნდა საპატრიარქოც უნდა იყოს და უნდა არსებობდეს როგორც მწყემსი, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია საზოგადოება და მრევლი მწყემსის გარეშე. ეს არის ეს ჩემი პასუხი და ეხლა ბევრი რაღაცა რო არ მომწონს, ეს იმას ანიშნავს, რომ ემას ვებწვი. ყოველ შემთხვევაში მე თვითონ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ჩემგან ესეთი აგრესიული და არანორმირებული სიტყვები ეს არ იყოს, ну ასეთ, მაგრამ ეხლა ბევრი რაღაცა არ მომწონს ახლა. მაგრამ რომ თქვა რომ მე ვებწვი ეკლესია და საპატრიარქოს, უბრალოდ არალოგიკო არ არის მართლანი რა. მე ასე მიმაჩნია და რა ვიცი. მიმაჩნია კი ასეც ვთქვი, არავითარ შემთხვევაში არც ეკლესიას ვებწვი და არც საპატრიარქოს. უბრალოდ ვამბობ ჩემ ას. როგორ არის ზოგადად ქრისტიანობის და უწმუნე ადამიანის მთავარი არსი და ღმერთის გეუბნება, უფალი ქრისტე გეუბნება, რომ მთავარი არსის არწმუნოების არის თავისუფალი არჩევანი. ეს წითელია, ეს ყვითელია, ეს და შენ უნდა არჩიო. თავარია ისეთი მოქმედება არ გააკეთო, რომ უფლის მიერ, ამ სამყაროს შემქმნელის მიერ დაწესებული წესები, ასე რომ ვთქვათ, ცნებები არ დაარღვევს ადამიანს. როცა შენ ცნებებს არღვევ და ბევრ რაღაცას არღვევ და კანონიდან უხვევ, ეს არის უკვე ცოდვა და ცოდვაში ყოფნა ნამდვილად არც მე მინდა და არც არც არ გვინდა. უბრალოდ ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანი ჩვენ ხშირად გვიყვარს, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ ფიქრობენ, ვერ ანალიზს ვერ აკეთებენ და აი ამ კუთხიდან უყურებ მე ყველა მოქმედებას და გინდა საპატრიარქო იყოს, გინდა რა ვიცი, ის იყოს, ეს იყოს, ჩვენ უყურებთ ცოტა დაცემული ადამიანი, ხა ცოტა დაცემულია სამწუხაროდ. მესამე ადამიანი რაც გაჩნდა, თუნდაც ამესამე უკვე თვითონაც ადამიანის ცოტვაში ჩაეფრო და იმ პერიოდიდან მოვდივარ და ამ ცოტა გარემოში ტრიალებ და ფაქტურად ყველა მორწმუნე ადამიანის ვალი და ვალდებულებაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ცოდვა და ნაკლები შეცდომები დაუშვას, რომ ჩვენ მივისწრაფოთ სრულყოფილებისაკენ. რასაც ნებისმიერი ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს. სამწუხაროდ თვით ანგელოზი დაეცა და დღემდე იბრძვის, ხო? სატან აბა რა არის? დაცემული ანგელოზია, რომელიც ხო დაიღუპა თავი და უნდა რომ ბევრი ადამიანი ჩაითრიოს. ჩვენ ხო განვიხილეთ იქ ბალამუტი წერილში და მასტური წერილში და ამაზე ჩვენ საუბრობთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ასეთ ცდომილებებში არ ჩავარდე და ალბათ ადამიანის ცხოვრების მიზანიც და არსიც ეგ არის. ალბათ კი არა ეგ არის, რომ ყველა ადამიანი სანამ ამ ცხოვრებაში ვარ მოსულები სრულყოფილებისკენ მივისწრაფოდეთ. ხო მეთანხმებით მეგობრებო, მე ვიცი რომ ბევრი მეთანხმება და კარგით აბა მეგობრებო, აი ესეთი იმით ეს საცობი მოვშორდით და ეხლა უკვე ცოტა ხანში მივარ ნეშურში და გავაგრძელოთ ჩვენი ამბები, როგორც კი რამე საინტერესო და შემეცნებითი იქნება, აუცილებლად უმარჯვებული მაქვს ეს ჩვენი ვიდეო ტელეფონით რაღაცა გვაქვს და ისე და ისე ჩვენი დევიზი როგორ არის? არ დავიზარებ. ღმერთმა შექმნა ადამიანი ბედნიერებისათვის, რო ვიყოთ ბედნიერები
უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ უნდა დავიზარდოთ. ავი ძალიან მაგარი ფორმულა მაგრამ მომწონს, მაგრამ მოწონებაზე არ არის, რეალობაა და აი ჩვენ ადამიანებიც აი უნდა შევეცადოთ რომ ამ ფორმულიდან არ ამოვარდეთ. ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ და თუ გამომივა, თუ არ გამომივა და ისიც ვიცი რომ ეს ჩემი ცდილობები და ეს სურვილები ასე ვთქვათ ისე არ ჩაივლის რა. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მე კითხვები გაგეცით და შევხვდებით იმედია საინტერესო ვიდეოებში. ყველას მოგკითხა ბედნიერება და უფალი იყოს ჩვენთან.